მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ გხედავთ ამ ფორმატში, მიხარია, რომ თითოეული ადამიანებისთვისაც ძიას ბედი სულ ერთი არ არის, ვისთვისაც ქვეყნის ბედი სულ ერთი არ არის და ის პატიმრები, უკანონო პატიმრები, რომლებიც დღეს გვყავს 50 თუ რა ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა, იმათი ბედი, ვისაც აწუხებს და ადარდებს ყოველთვის ნებისმიერ დაძახილზე დგებიან ხოლმე იქ, სადაც უნდა იდგნენ. მართალი გითხრათ, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, აი ეს ტალღა საპროტესტო აქციების, აი მუდმივად მიტრიალებდა ერთი კითხვა თავში, რომ აი რა ღირებულებებზე უნდა გავზარდოთ შვილები. რა ფასეულობები უნდა ჩაუნერგოთ ახალგაზრდებს, რა არის ის მორალური კრიტერიუმები და ინდიკატორები, რითაც უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ჰუმანიზმი, ეს არის თავისუფლება, ეს არის სამართლიანობა. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც ყოველთვის ფასეული იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ეხლა ვართ საზოგადოებაში, სადაც აი უბრალოდ შეგრცხვება საუბარი პატრიოტიზმზე, მაშინ როცა ზვიად ცეცხლაძეა პატიმარი. შეგრცხვება საუბარი ჰუმანიზმზე, მაშინ როცა გიორგი ახობაძეა პატიმარი. შეგრცხვება საუბარი თავისუფლებაზე, როდესაც მზია პატიმარი და შეგრცხვება საუბარი სამართლიანობაზე, როდესაც გაგახსენდებათ ის ბიჭები, აი დღესაც მზარავს, როდესაც მოსამართლის კითხვაზე სამწუხაროდ ანრი მე თუ არ ვწდები, როდესაც მოსამართლემ მკითხა, რომ აი რა სიტყვიო, ბოლო სიტყვაო, ადამიანმა უპასუხა, რომ ჩემი გიტარა მენატრებაო, აი ეხლაც ვერ ვიხსენებ ემოციების გარეშე ამ კადრს და ეს არასდროს არ დამავიწყდება. ასეთი ახალგაზრდები, ეს ნაღები ბირთვი ჩვენი საზოგადოების, ვისი აღზრდაზეც, ვის ღირებულებების ფორმირებაზეც ენერგია გვაქვს დახარჯული, გვიმუშავია, ჩამოგვიყალიბებია, ეხლა ყველაზე უსამართლოდ იღებენ იმ ტალაღს მათი მშობლებიც, მათი ოჯახებიც და მთლიანად საზოგადოება, მათი მასწავლებლები. ვიღებთ იმ ტალაღს, რა ტალაღსაც ვიღებთ. ჩემთვის ეს არის მართალი გითხრათ, აი ეს მთელი 30 წლიანი ციკლი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა, ამისი ყველაზე დიდი გამოწვევა. აი ეხლა გვაქვს ყველაზე დიდი აი და საბოლოო პასუხი გასაცემი ამაზე, თუ რა ფასეულობებზე უნდა დავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო. რატომღაც ასე გადავწყვიტეთ და რაღაცნაირად ისეთ მოარულ ფრაზად აქციეს, რომ თითქოს და პოლიტიკაში მორალი არ არის. ხალხო, ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ადამიანმა თქვას. ზუსტადაც პოლიტიკა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად მუშაობს მორალი. ზუსტად მორალმა დაამარცხა ის წინა ხელისუფლებები და ნებისმიერი დიქტატურა, რომელიც წინაშეც კაცობრიობას მოუწია ბრძოლა, სწორედ მორალური ღირებულებებით და მორალური ფასეულობებით გადაფასდნენ და გადაშენდნენ. აი ზუსტად მორალი იქნება ის, რამზეც უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი და ზუსტად ამ მორალის რაღაც ერთი საკვანძო წერტილი იქნება მზია ამაღლობელის кейსი. ანუ როგორ შეიძლება სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანიზმი, ნებისმიერი იდეა, რამაც შეიძლება განვითარება მოგვიტანოს, ეს ყველაფერი გადაიქცეს ფსევდოფასეულობებად და ადამიანები გადაიქცნენ ისეთ მანქანებად, რომლებიც ამ ადამიანებს, ამ პოლიტპატიმრებს ისე ექცევიან, როგორც ექცევიან და ფაქტობრივად ჩვენ ვართ აი რაღაცა, იცით როგორი განცდა, მაგ აი ამ მსხვერპლ შეწირვის რიტუალი ტარდება, რომ საუკეთესო ადამიანები უნდა შევწიროთ ჩვენ რაღაც ამ ლევიათას, ამ მახინჯ სახელმწიფო მანქანას და ჩვენ ყველანი ვართ მაყურებლების როლში.
მგონია რომ დიდხანს არ ვიქნებით ასე მაყურებლების როლში ძალიან მალე დადგება მოქმედების დრო და ამისთვის მწიფდება ყველანაირი წინაპირობა დღეს ქართულ საზოგადოებაში და იცით რა ამაძლევს ამის თქვის საშუალებას დღეს ქართული ოცნების მომხრეებს წვენიათ ხმამაღლა იმის თქმა რომ ქართული ოცნების მომხრეები არიან აი ზუსტად ეს არის ის ინდიკატორი რაც დაამარცხებს ამ რეჟიმს ამ სისტემას და მგონია რომ როგორც ყველა კრიზისიდან ამ კრიზისიდანაც გამოვალთ გასუფთავებულები მორალური ინდიკატორებით კიდევ უფრო ამაღლებულები კიდევ უფრო პატრიოტები კიდევ უფრო თავისუფლები და კიდევ უფრო სამართლიანები იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არის მართალი და მორალური დიდი მადლობა ყურადღებისთვის